სალამი მოგესალმებით, ჩვენ ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩაწერილი იქნა 2020 წლის 26 აპრილს. ჩვენ გადავედით 73 ნაწილზე და დიანა სვავს ესეთ კითხვას. როგორც მოგეხსენებათ, ისევ ჯერ კოვიდია და უამრავ კითხვებს აგზავნიან ჯონ მაკარტურთან და ესე არის სესია პირისპირ ჯერ არ არის შეხვედრა. იმიტომ რომ პანდემია მძინვარებს და ეკლესიაც მე მგონი უკვე დახურულია მსახურება თუ ლიმიტირებულად არის ღია. მაგრამ ეს კითხვა-პასუხები ნამდვილად ჩაწერილია მიმოწერით და არა პირდაპირი ვიდეო მასალით. არდევს ეს ვიდეო მასალით. შეგიძლიათ ახსნათ წინასწარ განსაზღვრულობა? და ჯონ მაკარტურია უცებს ძალიან პოპულარული კითხვა და მათ ბევრი კითხვებიდან შეარჩიეს რამოდენიმე და ამ იმითი არჩევენ თუ რამდენად აქტუალურია ეს კითხვა. დიანა აგრძელებს, როგორ შეიძლება იესომ შექმნას ადამიანი და შემდეგ ჯოჯოხეთში გაწიროს იმის ცოდნით, რომ ისინი მას არასოდეს მიიღებენ. რატომ გააკეთა ეს? ჯონ მაკარტური. ახლა ერთი კვირას წინანდელი კვირის დღის ქადაგების გამეორების რისკის ქვეშ, რო არ ვიყოთ და გამემორება არ მომიწიოს იმისი, რაც მე ერთი კვირის წინ თქვი, მოკლედ გიპასუხებთ თუ როგორ შეიძლება ამაზე პასუხის გაცემა. მე შემოგთავაზებ შემდეგს. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პირდაპირ ეთერში გასული ყველა შეტყობინება გამოქვეყნებულია Grace Church-ის ვებსაიტზე. დიანას, რომელმაც ეს კითხვა დასვა, მე ვურჩევდი, რომ შესულიყო Grace Church-ის ვებსაიტზე, ან Grace თუ რომელიც ცოტათი აგვიანებს ხოლმე ამათ ატვირთვას და ენახა ეს შეტყობინება, რატომ უშვებს ღმერთი ასეთ მძიმე ტანჯვას და ის ერთი კვირის წინანდელი მასალა არის. და ამ კითხვაზე იქ არის სრული პასუხი. მაგრამ მე დაუბრუნდები და მოკლედ ვუპასუხებ დიანას ესე. როგორ შემიძლია ავხსნა წინასწარ განსაზღვრულობა? წინასწარ განსაზღვრულობა ნიშნავს, რომ ღმერთმა წინასწარ განსაზღვრა ზოგიერთი ადამიანი მარადიული ხსნისათვის. როდის მოხდა ეს? ეს მოხდა სამყაროს დაარსებამდე. ბიბლიაში ნათქვამია, რომ თქვენ ქრისტეში რჩეული იყავით სამყაროს, არჩეული იყავით სამყაროს შექმნამდე. შექმნამდე სიყვარული წინასწარ განსაზღვრა, ეუბნება პავლე ეფესელებს, ანუ მან მარადიული ჩვენი ბედი განსაზღვრა სიყვარულით სამყაროს შექმნამდე. და ჩვენი ბედი, რომ იქნებოდა 64, ეს განსაზღვრული იყო ჩვენს დაბადებამდე. ეს აშკარად დაკავშირებულია ღვთაებრივი სუვერენული არჩევანის დოქტრინასთან. ღმერთმა სამყაროს შექმნამდე არჩია ისინი, ვისაც გადაარჩენდა, ჩაწერა მათი სახელები თავის ცოცხლის წიგნში, საიდანაც ისინი ვერასდროს წაიშლება და ის მათ თავისთან მიყავს გამართლებით, განდიდებით ზეცაში და არავინ დაიკარგება მის მიერ არჩეული. წინასწარ განსაზღვრა ზუსტად ამას ნიშნავს, რომ ჩვენი როგორც მორწმუნეების მარადიული ბედი ღვთის თანდასწრებით ზეცაში სამუდამოდ ყოფნა ღმერთმა სამყაროს შექმნამდე დაგეგმა. ეს არის წინასწარ განსაზღვრა. ამას ნამდვილად ვერ დაუწესებთ ლიმიტს, ანუ საზღვრებს, ვერ დაუდებთ ამას. მას ვერ შეალამაზებ და ვერ მოთარგმნი შენებურად შენს გემოზე. ბიბლია ამის გაკეთების უფლებას არ გაძლევთ, რადგან ძალიან ნათლად არის ნათქვამი, რომ ღმერთმა აირჩია. ღმერთმა აირჩია სამყაროს შექმნამდე, რომ მან ჩაწერა ჩვენი სახელები და რომ ყველა, ვინც მან აირჩია, რწმენას მოიპოვებს და ყველას, ვინც რწმენას მოიპოვებს, ის შეინარჩუნებს და მარადიულ დიდებამდე მიიყვას. ეს არის წინასწარ განსაზღვრულობის დოქტრინა. და ის იწვევს ბუნებრივია კითხვას, რომელიც ყოველთვის მოყვება ხოლმე ამას. მაშინ რა ხდება დაკარგულ ადამიანებთან? და ეხლა შემიძლიათ ცოტათი გაგაბრაზოთ. თუ თქვენ გადარჩებით, ეს იმიტომ ხდება, რომ უფალმა გადაწყვიტა თქვენი გადარჩენა და საკუთარი ძალით გადაგარჩინა და არა თქვენი ნების გარეშე, არამედ მან თქვენი ნებაც აამოძრავა. მან სიცოცხლე მოგცათ, მან მოგცათ ამის გაგების უნარი. მან თქვენი ნების შესაბამისად იმოქმედა, მან მონანიება გამოიწვია და თქვენ გამოეპასუხეთ ამას, რადგან მან თქვენ აგირჩიათ და მან დაიწყო ეს გამართლება
და ეს სრულიად მისი საქმეა. მაგრამ მეორე მხრივ, როდესაც დაკარგულებზე ვსაუბრობთ, ბიბლია არასდროს ამბობს, რომ ისინი იღუპებიან, ისინი ჯოჯოხეთში მიდიან, რადგან არ იყვნენ არჩეულიო. არასოდეს არ ამბობს ამას. ეს უნდა ჩვენ კარგად ვიცოდეთ. არამედ ყოველთვის წერია ის, რომ ისინი დაიღუპნენ, ჯოჯოხეთში აღმოჩნდნენ, რადგან მათ არ ირწმუნეს. ხედავთ? ამიტომ და არა იმიტომ, რომ არჩეულები არიან. იესომ ეს თქვა, რაც შეიძლება მარტივად. სადაც მე მივდივარ, თქვენ ვერასოდეს ვერ მოხვალთ. რატომ? რადგან არ გწამთ ჩემი. გასვოთ ფარისევლებს ეუბნება ამას. ჯოჯოხეთი მათვისა, ვინც ქრისტეს უარყოფს. ჯოჯოხეთი მათვისა, ვინც ურწმუნოა. ღვთაებრივი სამჯარო მათ ეკისრებათ, ვინც არ ირწმუნებს. გასვოთ იესომ რა თქვა? რატომ მოკვდებითო? მათეს სახარების 23 თავში. იერუსალიმო, იერუსალიმო, წინასწარმეტყველთა მკვლელო და შენთან წარმოგზავნილთა ჩამქოლაო. რამდენჯერ მინდოდა, ნახეთ იესოს უნდოდა, რამდენჯერ მინდოდა შენი შვილების შემოკრება, როგორც ფრინველი იკრეს ფრთებქვეშ თავის ბარტყებს, მაგრამ არ ინდომეთ. ხედავთ, ესე იგი, მათ ინდომაც არის, ხომ? აჰა, ოხრად გრჩება თქვენი სახლი, ვინაიდან გეუნები თქვენ ვეღარ მიხილავთ ამიერენა, ვიდრე არ იტყვით, კურთხეულია უფლის სახელით მომავალი. ანუ მეორეჯერ მოსვლისას ბევრი ებრაელი ისევ მიიღებს მას. რთული გასაგები ჩანს, არა? თუ მორწმუნე ხარ, მარტივად და 60-ისკენ მიმავალ გზაზე ხარ, ეს იმიტომ ხდება, რომ ღმერთმა აგირჩია. თუ ურწმუნო ხარ და ჯოჯოხეთისკენ მიმავალ გზაზე ხარ, ეს იმიტომ ხდება, რომ შენ არ ირწმუნე. და ღმერთს ნუ დაადანაშაულებთ ამაში. მაგრამ ეს ზუსტად ისაა, რასაც ბიბლია გვასწავლის. ამ ორ რამეს ვერ ვარიგებ ჩვენს ადამიანურ გონებაში. ეს ტრანსცენდენტალური რეალობაა. ღმერთს ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს, მაგრამ მე ვიცი ეს, როგორც მორწმუნე, მადლობას უხდი უფალს ჩემი ხსნისათვის, იმიტომ რომ მან ეს საჩუქრად მომცა თავისი მადლით. ასევე შემიძლია უთხრა ურწმუნოსაც, რომ შენ უნდა მიხვიდე ქრისტესთან და უნდა მიიღო ქრისტე როგორც უფალი და მხსნელი და თუ მიხვალ და ირწმუნებ მას, ის მიგიღებს. იმიტომ იესომ თქვა, ვინც არ უნდა მოვიდეს ჩემთან, მე არავითარ შემთხვევაში არ უარყოფ. მივიღებ, შევინახავ და აღვადგენ მასო. გასვოთ ხომ? თქვენ უნდა გჯეროდეთ ორივესი. ორივე არის ბიბლიაში. როგორ ჰარმონიაში არიან ისინი ერთმანეთთან, ჩვენ ეს არ ვიცით, იმიტომ რომ ისინი ღვთის გონებაშია ჰარმონირებული. მაგრამ ცხადია, თუ 60-ისკენ მიმავალ გზაზე ხართ, ეს იმიტომ ხდება, რომ ღმერთმა მადლით აგირჩიათ, თუ ჯოჯოხეთისკენ მიმავალ გზაზე ხართ, ეს იმიტომ ხდება, რომ თქვენ თავად უარყავით სახარება. და მე გამიმეორებდი იესოს სიტყვებს. მოდით ჩემთან, ყველა მშრომელნო, ტვირთმძიმენო და მე მოგასვენებ თქვენ. ანუ ის ყველას მოუწოდებს, რომ მოვიდნენ მასთან და ვინც მოვა, ის მათ მიიღებს. ოდესმე სამოთხე შეიძლება რომ ჩვენთვის უფრო ნათელი გახდეს თუ როგორ არის ეს ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებული, მაგრამ ორივე უნდა ისწავლედოს აქ ამ წუთის სოფელში ყოფნისას, სანამდე ჩვენ იქ მივახცევთ. მადლობა მოსვენისათვის.